Arzainaz mali psogdas. Hakobiem დაიყვან არზე. საჭმელის ფული იმდენ არ არის. ყველა მაღაზია დაგედილია შვილო. ვისი ბრალია ეს? რა განაშაული, არაფერი არ განაშაული. ის მაგანები აქ რო ყავდეს საჭმელი ჭამდის, რა იქნებოდა? დამებრუნეთ. მეტი არ მინდა არაფერი. მინდა საჭმელი. ყველა მაღაზია და მინაზე აკობია. აკობია აქ საჭმელი და ჩვენ არ მაქვს საჭმელი. არა მასღეს ფულის ფური. რა უქნა? 60 წლის კალიბა დააგერვა მინორში. მე არ მინდა ჩემი სახე რო იღავი. ჩვენ არ ვიცით ახლა რამდენად კანონიერად მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ და რო დავჭით უმუშევრად ეს ფაქტია. ყველაფერი ერთ ადამიანს კონდეს, ჩვენ არაფერი არ კონდეს ეს. რა ვიცი, რამდენად მიზანში წონილია, არ ვიცი. ოდესღაც ხო სამართალმა უნდა იზეიმოს. ოდესღაც ხო ხალხს ხო უნდა გქონდეს საშველი რაღაცა. ჩვენ რაღაცა ახალი მთავრობა რომ მოვიდა, რაღაცა უკეთესი იმედი ქონდა და სულ გაგვიცრუდა იმედი. დავჭით ძალიან დათბუნულები. ამდენი ხალხი დავჭით უარეს მდგომარეობაში ვართ. ვისაც როგორ მოეპრიანება, როგორც უნდა ისე არის. დასავამატებდი და სადგურის გადატანამ გამოიწვია ძალიან ცუდი სიტუაცია. ვაჭრობა და მთელი ის დამოკიდებული იყო ამ სადგურზე და რა თქმა უნდა ეს სადგური რო გადავიდა, აისახა ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, არა გვაქვს მუშაობა, შემცირდა. გადასახადი ბევრი გვაქვს და რა თქმა უნდა ვითხოვთ რომ დაბრუნდეს სადგური აქეთ, სადაც იყო. რამდენად კანონიერად მოხდა თქვენი ნუ ეხლა რამდენადაც თვითონ განგვიმარტეს, ამბობენ რომ კანონიერად გადაიტანესო და ძველ ადგილს დაუბრუნდაო. ძველ ადგილს დაუბრუნდაო, სადაც იყო და ჩვენთვის აი ეს არის ცნობილი და ჩვენს გვაინტერესებს არის თუ არა ეს კანონიერად გადატანილი. ვინმეს მიმართეთ? მიმართვით ჩვენ აი ეს ჩვენი აქციაა და ჯერჯერობით მიმართვით დაწერილი გვაქვს ჩვენ გუბერნატორის სახელზე წერილი ყველაფერი. მაგრამ ჯერჯერობით ქალთა საზოგადოებას მივმართეთ, რომ ქალია მაინც გულთან ახლოს მიიტანს ჩვენს გაჭირვებას და დიდი იმედი გვაქვს, რომ რაღაცა გამა.